გამკაცრებულმა ჯარიმებმა, რომლებიც ქალაქში სისუფთავის დაცვას ემსახურება, შედეგი ნაწილობრივ უკვე გამოიღო. 15 იანვარს ძალაში შესული ახალი რეგულაციებით, როგორც სანდო-სუფთავების სამსახურში ამბობენ, მოიმატა ნარჩენების ქუჩასა და ტროტუარის ნაცვლად ურნაში ჩაყრის ფაქტებმა. იკლო სიგარეტის ნამწვავის ავტომობილიდან სავალ ნაწილზე გადაგდების ფაქტებმაც, რაზეც ზურაბ მგელაძის თქმით, ისიც მეტყველებს, რომ ნამწვავისაგან გაჩენილი ცეცხლი ურნებში გახშირდა, თუმცა სამსახურში ამბობენ, რომ შედეგი მხოლოდ საწყისი ეტაპისთვისაა დამაკმაყოფილებელი. გამკაცრებული საჯარიმო პოლიტიკის შედეგად მიღებულ დადებით შედეგებზე საუბრობენ მერიის ზედამხედველობის სამსახურშიც, თუმცა აქ განმარტავენ, რომ საწყის ეტაპზე მაინც გაფრთხილებებით შემოიფარგლებიან. ვრცლად თემის შესახებ მთავარ გამოშვებაში ვისაუბრებთ. ერთი თვის შიგნით ჩვენს მიერ მოხდა მკაცრად გაფრთხილება, გაფრთხილებები დაუურიგეთ სიტყვიერად და ძირითადად უფრო ბარ რესტორნებს და კაფეებს ეს წერილობითი გაფრთხილება მივეცით, რომ მათ მიმდებარე ტერიტორიაზე არ მოხდეს მათ მიერ ნაგვის დაღრა. და შედეგს გამოიღებს ალბათ მომავალში რა. ჯერ ვაცნობთ დაჯარიმების ფაქტი რამდენიმე დღის უკან იყო პირველი დაჯარიმების ფაქტი 400 ლარით. მას საგრძნობლად შეცვალა ქალაქში არსებული სიტუაცია, ის რომ მაქსიმალურად ერიდებიან და უმეტესწილად პრობლემები შეიქმნა იმ კუთხით, რომ აგიდებული სიგარეტები ხდება უკვე ურნებში და არის ცეცხლი გაჩენილი, მაგრამ ამას ასეთ ვიზა ჩვენი ძალებით შემოვლება. მთლიანობაში სიტუაცია ერთი თვის განმავლობაში მაქსიმალურად შეცვლილია ქალაქის ტერიტორიაზე, იმ კუთხით, რომ ალბათ მოსახლეობა უფრთხილება დაჯარიმებას.